არტის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო მეტის გაკეთებას ვიდრე აქამდე. შეხედეთ რა მარტივია. გადაადგილეთ საღებავები და შეცვალეთ ფერები. თვითრეულიც და საოცრად განსხვავებულ ფერებს მოგცემთ. აურიეთ ფერები და გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია. აურიეთ და შეახამეთ ფერები და მიიღებთ მილიონამდე ფერთა კომბინაციას. Rainbow არტის შესაძლებლობები უსასრულოა და ამავდროულად ძალიან მარტივი. ჩააწეთ, გაუსვით და დახატეთ. Rainbow არტი დაგავიწყებ ჩვეულებრივი საღებავებისგან გამოწვეულ არეულობას. არავითარი ლაქები და წუწები. Rainbow არტი წამებში შრება. დახატეთ ფერადი მოტოციკლეტი სულ რაღაც წამებში. თქვენი ხელოვნების ნიმუში უფრო ლამაზი და ადვილი დასახატი იქნება Rainbow არტის წყალობით. თქვენ აგრეთვე მიიღებთ მეგაბრაშის ფუნჯს, რომლითაც შეძლებთ 6 ფერის საღებავი ერთდროულად გამოიყენოთ. უფრო დიდი ცისარტყელა დახატოთ. საოცარი ფერთა გამა შექმნათ, უფრო მრავალფეროვანი ვიდრე უწინ. მაგრამ გართობა ამით როდი მთავრდება. თქვენ აგრეთვე გჩუქნით ultra იისფერ საღებავებს, რომლებიც სიბნელეში ანათებს. მაგარია. ადვილად შექმნის საოცარ ფერებს. დახატეთ და სიბნელეში შეხედეთ, როგორ ანათებს. ახლა უკვე ნებისმიერი რამ შეგიძლია დახატო Rainbow არტის საშუალებით. შეარჩიე შენი საყვარელი ფერები და აი ამ ჩანთით ნებისმიერ ადგილას წაიღე. ჩანთით, რომლიდანაც წყალი არ იღვრება. 6 სხვადასხვა ფერის საღებავი, 2 ფუნჯის კომპლექტი, პლუს მეგა ბრაში და ultra იისფერი საღებავები, რომლებიც ღამე ანათებს. უფრო მეტად გაერთობით Rainbow არტის საშუალებით. თქვენ შექმნით ფერად ნახატებს ტრაპარეტული ფორმების საშუალებით. აგრეთვე მიიღებთ ინსტრუქციას ბარათებს, სადაც უამრავი რჩევა დარიგებაა და იდეებია თუ როგორ გავაშროთ ნახატები ადვილად. ეს არის მსოფლიოში ცნობილი Rainbow არტის საღებავების კომპლექტი. მსოფლიოს საბავშვო ბესტსელერები ქართულ ენაზე. ამ წიგნებს მსოფლიოს მილიონობით ბავშვი კითხულობს. არგონავტების ისტორია წიგნში იასონი და ოქროს საწმისი. ეგვიპტელი დედოფლის საოცარი თავგადასავლებით აღსავსე ისტორია წიგნში კლეოპატრა. მეფე არტურისა და მისი რაინდების საოცარი თავგადასავლები წიგნში რაინდების ისტორიები. კოლუმბის მოგზაურობის ისტორია წიგნში ქრისტეფორე კოლუმბი. საოცარი სამყარო თქვენი ბავშვებისათვის. საოცარი ილუსტრაციებით. ოცტომეულის პირველი 4 წიგნი გამომცემლობა ელფისგან. წლის მთავარი რუსული კინომოვლენა. მსოფლიოს მიერ აღიარებული პირველი რუსული ბლოკბასტერი. Провокации дневного дозора. Нелис და ნატელის მარადიული ბრძოლა ისევ გრძელდება. თბილისის კინოთეატრებში. დღის მუშაკი. Дневной дозор. გამარჯობათ, მოგესალმებით, მინდა გითხრათ ბატონებო, რომ დღეს შედარებით ესე ვთქვათ, რა ვიცი, გაუმჯობეს და გაზის მომარაგება, მე როგორც ვიცი, უკვე დაწყებული არის ეს გაზმომარაგება საქართველოს შემოვიდა მართალია დაბალი წრებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენმა ქალაქის ბედნიერმა მერმა დაპირდა მოსახლეობას, რომ ის რაიონები, რომლებიც გაზს ვერ იღებენ, მათთვის ელექტროენერგია არ იქნება გამორთული. მე სულ ახლახანს რამდენიმე ადამიანმა დამირეკა ვარკეთილი სამიდან და მითხრა, რომ 6 საათიდან ჩვენთან შუქი არ არისო და არც შუქი აქვს, არც გაზი აქვს და წარმოგიდგენიათ ალბათ რა მდგომარეობაშია არის ეს ხალხი. ყოველ შემთხვევაში ქალაქის გარეუბნებში კვლავ რაღაც გრაფიკებია და გათიშვები არის შუქებისა, ძალიან ისეთი კრიტიკული და უცნაური სიტუაციაა დედაქალაქში, რატომაც ბევრს ეგონა, რომ ეს 1-2 კვირა მთელი საქართველო იქნებოდა უგაზოდ, აღმოჩნდა, რომ ხალხის პრაქტიკულად უკვე გაზი ჩაირთვება ისიც წყლის მარცხენა სანაპიროზე და აქედან გამომდინარე ეს კრიზისული სიტუაცია დაძლეული იქნება. მე ძალიან ბევრი
მივიფიქრე ვინ მოგვეწვია ჩვენთან ეთერში, ვინ გაანალიზებდა ამ მოვლენას, ვინ იტვირთავდა სათქმას და გადავწყვიტე რომ მოგვეწვია თქვენთან ლეიბორისტების ლიდერი ბატონი შალვა ნათელაშვილი. ჯერ კიდევ 2 წლის წინ თუ მე მეხსიერება არ მღალატობს, სადღაც თითქმის ამ დროს იყო რა ბატონი შალვა დეკემბერში იყავით, მე მგონი ამერიკაში, თქვენ მაშინ აფრთხილებდით თქვენს აუდიტორიას და თქვენ ეს მაშინ ჩვენს ეთერში ბრძანეთ, რომ ძალიან დიდი ენერგეტიკული ესე ვთქვათ გადანაწილებები ხდება და საქართველოს მთავრობამ არბილად რო ვთქვათ აჩქარებულ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს იღებს. თუ კი გავანალიზებთ მართლა რაც მოხდა ეს გუშინ დილიდან დაწყებული დღევანდლამდე, ალბათ ერთადერთი ლოგიკური შეკითხვა დარჩება ყველა ანალიტიკოს და ყველა ექსპერტს, ვის ინტერესებში შედიოდა ეს და ვის აწყობდა ეს ყველაფერი, ვინ დარჩა ამ საქმიდან მოგებული. მე ძალიან გამიხარდებათ რომ გულწრფელი საუბარი გვექნება და თქვენაო ანალიზს შესთავაზებს საზოგადოებას, რასთან ქონდა გუშინ საქმე და რასთან გვაქვს დღეს საქმე. დიდი მადლობა და გისმენთ. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე მინდა მივულოცო ჩვენს ზურფას ტელეაუდიტორიას. შობა ახალი წელიწადი, ნათლისღება, განვლილი, მაგრამ მუდმივი, მაგრამ იმავდროულად ვერ მივულოცა 25 იანვარს, რომელიც დადგება ზეგ. მოგესალმებით, ეს გახლავთ ყოფილი პრეზიდენტის დაბადების დღე და მოქმედი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე. ხო. ალბათ 25 იანვარი ერთ-ერთ ტრაგიკულ დღეს დაფიქსირდება ქართული ერის ისტორიაში. და სწორედ აი ამ ჩვენს ყველა უბედურებასთან ასოცირებულია ენერგეტიკული პრობლემები, რომელიც ვერ დაიძლია 15 წლის მანძილზე და ალბათ ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო, რომლის საინფორმაციო საშუალებები წუხარებით იუწყებიან, რომ შეწყდა გაზი, გაწყდა დენი, დაზურდა ენერგო მატარებლები და ასეთქარული დაუწყება, რომ ჩაირთვა, ირთვება, მიდის დატვირთვა, შეიცვლო, გაზმა მიაღწია ნორმალურ წნევას. ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე, რომელსაც მთავრობა ყვებავს აი ამ შეწყვეტა, გათიშვა, ადგენა, დატვირთვის პიარებით ამ წლების მანძილზე და მე კიდევ ერთხელ მეთანაბრება გული თქვენთან ერთად, რომ ნასოლდინის 21 საუკუნის ცივილიზაცია, რომლის შექმნაშიც ქართველმა ერმა ანტიკური პერიოდიდან შეიტანა უზარმაზარი წვლილი ყოფილიყო ჩვენი ახალ საფეხურზე, ახალ თვისობრივობაზე, ახალ სიმაღლეზე გადასვლის ეპოქა, აი დაიწყო აი ამ რეჟიმის გადამკიდე, სწორედ ისევ აღნიშნული შეტყობინებებით მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით თუ სახალხო პოსტის და ჭორების თანხლებით, სადაც არ არის შუქი, ადამიანები გადასცემენ ერთმანეთს, რომ გათიშულო, აფეთქებულო, გაწყვეტილი და სხვა და სხვა. ეხლა რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას. ჩვენი პარტია არანაირი პრო არ არის, როგორც მოგეხსენებათ, 10 პრორუსული ვართ, 10 პროამერიკული. და რო არ დაგიმონოთ 10 პროევროპული. ჩვენ ვართ პროქართული. და ლევილში აწერია ერთ-ერთი ემიგრანტის საფლავს, ზუსტად არ მახსოვს საოცარი სიტყვები, რომელიც ალბათ რაღაცა ჩვენი ყველა ქართველის იდეა უნდა გახდეს. თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, თუნდაც დაქცეული დამენახოს მთელი სამყარო, ასე მთავრდება. ემიგრანტის საფლავს. აი ამ პრინციპის მიმდევრები ვართ ჩვენ. ამიტომ რომ მე არავის არ ვიცავ ტრადიციულად, არავის ხალხს არ უჭერ, მაგრამ ვაცხადებ კატეგორიულად, რომ თუ რუსეთს სურდა ჩვენთვის გაზის გათიშვა. ამას გააკეთებდა ძალიან უმრავლეს. ჩაკეტავდა ვლადიკავკაზის გასცადებს, როგორც არაერთხელ გაუკეთებია ეს. იტყოდა რომ ანიხდით $220, რაც უთხრა უკრაინას, ამ გას არ გამოუშვებ. ვერავინ ვერაფერს ვერ უზავდა. ის არ აფეთქებდა ამას თავის ტერიტორიაზე. თუ რუსეთს სურდა ჩვენთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა, რაც მოხდა გუშინ, ხო დროულად. ამას ის გააკეთებდა ისევ საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების ხელით. თქვენ გახსოვთ ალბათ რაღაცა ოჯახი, ეს რუსო ყოველდღიურით, რომ ის ქართული ოჯახი კი არ იყო. ის არის პიარი, მაგრამ იქ მუშაობდა რუსეთის გარკვეული წრეები, რომელიც სისტემატურად აკეთებდნენ ამას. ანუ ორივე შემთხვევაში ეს არის გაკეთებული იმ ძალების მიერ რუსეთში, რომლებიც ფინანსდებიან მიხეილ სააკაშვილისგან. და ალბათ თქვენ გახსოვთ ყველას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონ იგორ ივანოვი, რომელიც ჩამობრძანდა ვარდების რევოლუციის დღეებში და გადასცა პირდაპირ მიტინგზე ძალაუფლება. ანუ იმპერიამ აკურთხა ახალი თავის ქვეშემდგომი, რომელიც მოიყვანა არა მარტო ერთმა ზესახელმწიფომ, არამედ მეორემაც. აი ასეთი მომხრეები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის რუსეთში უდაოდ ყავს, ალბათ ამას
არავინ კითხვის ნიშის ქვეშ არ დააყენებს და სწორედ ამიტომ ისინი საჩუქრდებიან პერიოდულად ოქროს საბადო, კვარციტი, ჭიათურ მარგანეცი, სანაოსნო, აგერ ხარ კირილგზის გაყიდვაზე საუბარი, აგერ დღეს გახსნა პრეზიდენტმა გარდაბანში რუსული დახმარებით შემოტანილი გაზოტურბინები, ხო? აი ეს ჯგუფებია, რომელთანაც ერთად სააკაშვილის მაფიას აქვს უმჭიდროესი კავშირები და რომლებიც ასრულებენ ნებისმიერ მის შეკუთას, მათ შორის პოლიტიკური გადარჩენის მიზნით თუ დაჭირდა რაიმე აქციის ჩატარება და დღეს რომ პრეზიდენტს აქვს უაღრესად კრიზისული ვითარება და მას ქვეყანაში აღარ დაედგომება და ქუჩაში რო გახვიდე მასზე კარგის თქმას უკვე ვერავის ვეღარ ნახავ, ეს კარგად იცის სააკაშვილმა. რაც არ უნდა მას დავაბრუნოთ, ის არ არის სულელი ვერ შენიშნოს, როდის ირყევა მისი სკამი. ან ეპარება წყალი თუ ამოდის ნემსები მისი სავარძლიდან. ამიტომ ყველაზე კარგი მეთოდი დღეს ყურადღების განატანისათვის რომ აი თუ ეს საერთო ტერიტორია, აი თუ რუსეთმა აგუფეთქა, აი ეს ბიჭი რა დღეს შეხედა, რა დღეს შეაგდებენ და ესე მოდება დაუდგეთ გვერდში. იყო ეს ფორმა. ეს პერი მოიფიქრა. ასევე როცა დაჭირდება მას, შეერად მოიფიქრა სპიას ისეც რაც მოხდა 10 მაისს ბუშის ჩამოსვლის დღეს, როდესაც აი ეს ფანატიკი საწყალი არუთინიანი გააგიჟეს სპეცსამსახურებმა მისეს გაფრჩებული ხელმძღვანელობა და ასრულინეს იქ მოედანზე, რომელიც არაფერ თქდებოდა სხვათა შორის, რათა სააკაშვილი გამოჩენილი იყო უკვე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ბუშის გვერდით, როგორც მსხვერპლი ტერორიზმის. ეხლა ეს ბიჭი ხოწება არიქა გამიშვა ამერიკაში, იქ ვიტყვის ემართლებს და ვინ გაუშვებს, ახლა გიჟებია. ელჩი მოითხოვდა ამერიკის გადმოგოცეთ ჩვენ დავასამართლებთ და მოიქილეს თავი, სანამ მუსაჯეს სამუდამო პატიმრობა და ისეთი ნატუჯერ შეუქმნეს, რომ იქიდან გარეთ ვერ გააღწიეს ვერაფერმა. ასევე შეიძლება ჩვენ გავიხსენოთ სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობა. რომლის მკვლელობაში უკვე ეჭვერების არ ეპარება და აგერ 2 დღის წინ სტივენ ჯონსის ინტერვიუ გამოქვეყნდა, ეს არის ამერიკული პოლიტიკის და დიპლომატიის წამყვანი ექსპერტი საქართველოს მიმართულებით, რომელიც პირდაპირ ამბობს, ჟანია მოკლული. ვინ მოკლა ახლა თქვენ მოკალით, მე მოკალი, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი არ გიყვარდა ქართველთა დიდ უმრავლესობას, არავის მის სიკვდილზე არ გახარებია. გაზის პრობლემას გადაყო, ირანის გაზისაო. აი ეს პრობლემათა მთელი კომპლექსი იყო, მათ შორის გაზი, მათ შორის პოლიტიკური ძალაუფლება, პორტფელების განაწილება, კრედიტების მითვისება, გრანტების ათვისება, თამაშები, ჩანაცვლებები, ეს მთელი კომპლექსი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ბედი სამწუხაროდ დღეს არის ძალიან საშიში, ყველაფრის მკისრებელი და ყველაფერზე ხელმომწერი კაცის ხელში. თუ კაცი შეიძლება მას უწოდოთ და ეხლა მე არ მინდა ტელემოყურებელმა გარკვეულმა ნაწილმა ყოველ შემთხვევაში იფიქროს, რომ მალაპარაკებს რაღაცა პირადი კონკურენციის მომენტი, თუმცა ალბათ ესაც არ არის გამორიცხული, მაგრამ მე ობიექტურად ვამბობ იმას, რაც ხდება ქვეყანაში და გადავხედოთ ჩვენ უცხოელი ექსპერტებისა და მეგობრების აზრებს, რომლებიც არ არიან ლეიბორისტები და არც პროეროვნულად განწყობილები, რაც წერენ, მე წამოვიღე სპეციალურად დაიჯესტი, ახლა გავაკეთეთ ჩვენ ამას გამოვაქვეყნებთ მე, ამიტომ ექსკლუზივის უფლებით თქვენ მოგახსენებთ იგივე ბრიტანეთის ჰელსინკის ორგანიზაციის დასკვნას. ეს ხო ბრიტანეთი არ არის, ხო ლეიბორისტული პარტიის ოფიციალ გამომცემლობა სამშობლო, რომლის გაყიდვას ასე ძალუმად ცდილობს სააკაშვილი, რათა თავისუფალი სიტყვის ფუძე და ბუდე მოშალოს, მაგრამ არ გამოვა მე დარწმუნებული ვარ ამაში, ამის მაჩვენებელია თქვენი ოფისის წინ რჩეული ინტელიგენციის გამოჩენა, ქალაქელების გამოჩენა და სხვადასხვა პერმანენტული იქნება და ჩვენ თქვენს გვერდით გავართ ყოველთვის ალბათ ვერ მეყარება თამაში. აი რაც ეს ბრიტანეთის ჰელსინკის ორგანიზაცია. მაშინ როდესაც ბევრი რიგითი ქართველი წამოეგო პროპაგანდისტულ ხრიკებს და მიშა მათ მხსნელად მიიჩნია. სხვებისათვის ეს მუსოლინის მანერების მქონე ფიგურა არაპროგნოზირებად საფრთხეს წარმოადგენს. ეხლა ეს სვანათელაშვილი არ არის, არა? აი ეხლა ისე მუსოლინის ჟურნალისტი იყო. არა, მუსოლინი გადამისა ჭკვიანი იყო ცოტაზე მეტად ვიდრე ეს ვაჟბატონია, მაგრამ ფორმები და მეთოდები მართვის გარკვეულწილად ერთმანეთისგან ასესხები აქვს. აგერ მე მინდა კიდევ გაგაცნოთ ერთი საოცარი ამბავი. ჯერ არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ საქმე ეხება თვითონ ჩვენგანის ბედს. საქმე ეხება ჩვენი შვილების სიცოცხლეს, რომელიც ქუჩაში ბრალან იმის გამო არ არის სამუშაო, არ არის სწავლის პირობები, არ არის ელემენტარული ადამიანური გარემო შექმნილი და შეიძლება დახრიტონ იმ მოტივით, რომ მას უნდა ციხეზე თავდასხმა არ რაღაცა დანაშაულებდო თავში. შეიძლება ამ წუთში მეც გამიჩნდეს და ნებისმიერ ადამიანს რაღაცა დანაშაულებრივი აზრი თავში. ეს არნიშნავს იმას, რომ მოვარდეს მერაბიშვილის სპეცნაზი და დამხრიტოს ქუჩაში, კაცო, რაც მოხდა იმ დღეს ის სამი ბიჭი რომ მოკლეს ორთაჭალის სადგურთან, ავტოსადგურთან, ციხეზე აპირებდნენ თავდასხმასო. და თუ მე ისინი დავჩოქილი ეხოცებოდნენ, რომ არ დავხოცოთ, თქვენი ჭირიმედა თუ რამე ვიცით ყველაფერს გეტყვით და ეხლა ეს სხვა არ გავს არაფერს და აი რაში გამოიხატება ამ პოლიტიკის არსი უკვე აღიარება მინდა წაგიკითხოთ. მოგესალმებათ
ქართული ენა და სიტყვა არის ძალიან მრავალმნიშვნელოვანი და ალბათ შემთხვევით არა ვართ ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა და შემთხვევით არ ამბობენ გარკვეული სპეციალისტები, რომ ბიბლიის კოდიც კი ქართულ ენაშია ჩადებული, მართლაც ჩვენ მოესწრო და დადგინდეს ეს ჰიპოთეზა უკვე რეალობაში. და ამიტომ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს და მეუღლეს კიდევ ქართულად თქვა თანამეცხედრე. ესე იგი, ცოცხლების და მკვდრების ერთად უნდა იყვნენ, ანუ ერთმანეთის სული კარგად იციან, ხო? ახლა პრეზიდენტის მეუღლე რასწეს ჰოლანდიურ ჟურნალში, სადაც მან მისცა ინტერვიუ, თურმე ჩვენ ეს არ ვიცოდით, ახლა წაიკითხავთ. სიტყვით პირველი ლედის პრესკონფერენცია. ხო ეს იყო. აგერ 2004 წლის თებერვალში სააკაშვილის თანამეცხედრემ ინტერვიუ მისცა ჰოლანდიურ ჟურნალს, რომლის სათაური გახლდათ სანდრა რულოვსის ზღაპარი, გზა ZUFC-ის გოგონა და საქართველოს პირველ ლედამდე. სადაც ისწერ სიტყვასიტყვი და მე მადლობა მინდა მოახსენო ამ გულახდილობისათვის. ანუ რასაც ღამე საუბრობენ ერთად, ბუნებრივია ცხოვრება, ახლა ეს აღმოსავლება არის, ის გამოთქვა გულახდილად ადამიანმა. ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ხალხს დაუბრუნდეს ხელისუფლებისადმი პატივისცემა და რომ ნაკლებად ირღვეოდეს კანონები და ხალხი გადასახადს იხდიდეს. თუმცა აქ დავიწყო, რომ ხალხი ჯერ სამუშაოს და ხელფასუმა იღებდეს, რომ გადასახადი გადაიხადოს. მაგრამ აქ უარესი რამ წერია. აქ თითქმის არ არსებობს პასუხისმგებლობის გრძნობა, ესე იგი საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ხალხის დასაშინებლად ჩემი ქმარი ზედ გამოჭრილი პიროვნება. კარგით, კაცო. ახლა მეტი რა უნდა წავიკითხოთ, ხო? ესაც ხო ჩემი გამოგონილი არ არის, ხო? აი რა მეთოდებით ცდილობს გუში კი დაგვაშენეს. რომ გმართონ, თუმცა ეს დამთავრდება ძალიან დიდი კრახით და მეც შევთხოვდი, რომ ეს კრახი იყოს მათთვის უარყოფითი, თუმცა ვისურვებდი, რომ ისინი ცოცხლები გადარჩნენ მათი კრახის პერიოდში. იმდენი პირადი მტერი გაიჩინეს. აგერ ნახეთ. აგერ უარესი წერია კიდევ იქ სხვა ექსპერტის აზრია უკვე ეს არის ეს რა მათქმა ეს არის უკვე ერთ წუთით ძალიან სერიოზული პიროვნება უიკლის სტანდარტი. ეს არის ამერიკული გამოცემა და სერიოზული ჟურნალისტი რიჩარდ კარლსონი გაგონილი გექნებათ. აი რა წერს ის. სააკაშვილის ქცევა უფრო ავტორიტარული ავაზაკის ქცევას გავს და არა დემოკრატის, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ აბრებს ვარდის ფურცლებს. ანუ საქმე იმაშია, რომ ჩვენ დასავლეთელი მეგობრები არიან ძალიან კარგი ფსიქოლოგები. შეიძლება მათ თავი მოიტყუონ, მაგრამ ზეპირად ყავთ შესწავლილი ეს პიროვნება იციან, მისი იახერხები, მისი მეთოდები და რასაც თქვენ ბრძანებით, რომ მას სურს ეს გადათამაშება ამ ენერგო ობიექტების, თქვათ, ირანსა და რუსეთს შორის, ყაზახეთსა და ირანს და რუსეთს და აზერბაიჯანს შორის. აი ამას ასეთი ბინძური პიარებით აკეთებს, რაც უკავშირდება ჩვენი ხალხის კიდევ უფრო დამწარებას, მათი ყოფის გაუარესებას. ახლა თქვენ წარმოგიდგენთ, როგორ გაძვირდა ელექტროხელსაწყოები, გენერატორები, სანთლები, ნავთი, რელიგია იყო, კი. და თქვენ წარმოვიდგინეთ, ახლა რომ გაზი აღარ არის და ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა ასე კატასტროფულად. ეს მოსახლეობა საშინელ დარტყმას მიაყენებს, იმიტომ რომ ელექტროენერგია გაზზე 6-ჯერ ძვირილის. და აი ამდენ ლაქლაკს და ლაილას და ტყუილებს ამ პრეზიდენტს ურჩევნია და აი ამ ქალაქის ასე თქვა თვითაღერებულ მეს კომპენსაცია გადაუხადონ ადამიანებს იმ ელექტროენერგიის გამო, რომელიც 6-ჯერ ძვირი დაუჯდებათ ვიდრე გაზი. აი ეს ფული მისცენ და აღნიშნული თანხები აღარ გაფრანგ მონისე, როგორც ამას ეს მოხდა წინა წლებში ავსტრიის ალპებიდან დაწყებული და მონაკოს კაზინოები დამთავრებული, მაგრამ ეს აუცილებლად ასე მოხდება, ადამიანების ბედი მათ არ აინტერესებს, ჩვენგანი ვართ მათთვის პიარ ობიექტი, პიარ სუბიექტი და საარჩევნო ელექტორალური მასალა, რომ ახლა თუ აქ არავინ არ ვიცხოვრებთ, ხო? ამას ჩატარებულ არჩევნებს არ დაუჯერებს, ახლა ხეხوار მიცემს ხმას. ვიღაცას უნდა გააფორმო, ხო? ვართ ჩვენ ამისათვის კომპენსაცია მისცენ ხალხს. მოდით მაყურებელს დავუთმოთ, ეთერი ბანაშავა და რეკლამის შემდგომ პასუხი გავცეთ. დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ? პატივისცემით მოგიკითხავთ ბატონო შალვა, და მე თქვენ ახლა ვეღაც გისმენთ და ვერ გიყურებთ, იმიტომ რომ სინათლე არა გვაქვს. დღეს ჩვენი ქალაქის მერმა, ჩვენი თუ არ ვიცი ისევ თავიანთი თავის მერია. თავიანთია სწორედ. ამოაცხადა რომ სამგორში იქნება 24 საათიანი გრაფიკი, ვინაიდან გაზი არა გვაქვს. არა გვაქვს სინათლე ახლა, ზივართ სიბნელეში და სიცივეში. იცით რა მაინტერესებს, უბრალოდ ყოველთვის ყოფილა ძალიან ხშირად ის შემთხვევა, რომ გაზიც არ ქონია და არც სინათლე, მაგრამ ასეთი პანიკა არასდროს არ ყოფილა და მე ვფიქრობ, რომ უფრო რა ძალიან ცუდად არის საქმე
რა თქმა უნდა ხელისუფლების მიმართ. დიდი მადლობა, ქალბატონ, რომელი რაიონი აღება გითხრა? სამგორი, ხო, დიდი მადლობა, ბატონო. ეს პრინციპში ინფორმაციული ხასიათის იყო, მოდით. იმედია, ბატონო უგულოვა თუ კადრულობს ტელევიზორის ყურებას, მისი პრეს-ცენტრი მაინც ალბათ აკონტროლებს ეთერს და დაურეკეთ ახლა ამ გააზატებულ ყოფილ ცრუ სტიქაროსანს, რომელიც ეკლესიაში შევიდა, ჯერ ახლა ეკლესიას ანგრევს გარედან ის და მისი მეგობრები, რომ აი სიცრუის ილუსტრაცია მოხდა ქალბატონის სატელეფონო ზარითაც და ჩაუერთო ელექტროენერგია სამგორის რაიონს, რომელიც საოცრად სჭირდებათ არჩევნების დროს და სამგორის რაიონს და თბილისის ყველა რაიონს ჯერ სჭირდება შუქი, გაზი, ენერგია, ხელფასი, სამუშაო და მეორე სჭირდება ის სტადიონები, რომელიც მესამე წლის შემდეგ არაფერი აღარ შეიძლება. დაბაშალა, მოდით ორი წუთით რეკლამას დავუთმობთ და შემდგომში გავაგრძელებთ ჩვენი საუბარი. Дневного дозора. და ყველაზე სწრაფად მიაღწიო მიზანს. აირზენა ჯორჯიან ეირვეისით თავაზობთ პირდაპირ რეისებს შემდეგი მიმართულებით: მოსკოვი, კიევი, პრაღა, ათენი, პარიზი, ვენა, ამსტერდამი, ფრანკფურტი, თელ-ავივი, დუბაი. იფრინე ჩვენთან ერთად და მოიგეთ დრო. ხადო რემონტის აბსოლუტურად ახალი ფილოსოფია. ხადო მანქანა მექანიზმების დაუშველი რემონტის უნიკალური და ანალოგიის არ მქონე ტექნოლოგია, რომელიც ლითონ კერამიკული საფარით აღდგენს ნაცვედ დეტალებს ექსპლუატაციის პროცესში. ხადო ჯერ აღადგენს, ხოლო შემდგომ დიდხანს, ძალიან დიდხანს იცავს თქვენს ავტომობილს ცვეთისაგან. ხადო დრო ვერ აძველებს. საორსულო ტანსაცმელი და ბანდაჟები, მოხრილობის რადიკულიტისა და დისკოზის ხამრები, 53-26-21. გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბორჯომის ხეობა გთავაზობ დასვენებას კომფორტულ ნომრებში, სამედიცინო მომსახურებას ინდივიდუალურად შერჩევითი გამაჯანსაღებელი პროცედურებით, წყალქვეშა მექანიკური და ავტომატური ჰიდრომასაჟით, მარგალიტოვან ბორჯომისა და გოგირდის აბაზანებს, ფიტნეს კლუბს, რესტორანსა და საბილიარდოს. ყოველდღე 3 საათიანი ასვლა ბაკურიანში დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მსოფლიოს საბავშვო ბესტსელერები ქართულ ენაზე. ამ წიგნებს მსოფლიოს მილიონობით ბავშვი კითხულობს. არგონავტების ისტორია წიგნში იესონი და ოქროს საწმისი. ეგვიპტელი დედოფლის საოცარი თავგადასავლებით აღსავსე ისტორია წიგნში კლეოპატრა. მეფე არტურისა და მისი რაინდების საოცარი თავგადასავლები წიგნში რაინდების ისტორიები. კოლუმბის მოგზაურობის ისტორია წიგნში ქრისტეფორე კოლუმბი. საოცარი სამყარო თქვენი ბავშვებისათვის. საოცარი ილუსტრაციებით. ოქტომეულის პირველი 4 წიგნი გამომცემლობა ელფისგან.
ბადოშობა მაყურებელი გელოდება, მაგრამ სანამ მაყურებელს შემოუშვები, მე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. მაყურებელი შემოუშვება ჯერ და გავუწევთ. კარგით ვაშენია. ბატონო, არა, მეხუთე კოლონაზე მინდოდა თქვენი აზრი მომესმინა. დიახ, ისმეთ ეთერში ხარ. დიახ. საღამოშვიდობით. ბატონო დავით. დიახ. თქვენ რესპონდენტთან მაქვს კითხვა. დიახ. გახდებოდა თუ არა სააკაშვილი პრეზიდენტი, რომ არ გაეხადა მას ის ქალაქის მერად. ვაკიდე თავკაცავდებით დიდი პასუხი. ბატონო, მოკლედ უპასუხო. ეს დამკითხოს პასუხს გაცემეთ. ჩემო ძურფასო მეგობარო, იუშენკო მე ავირჩიე კიევის საკრებულოს თავმჯდომარედ, გახდა ხო პრეზიდენტი. კოშტოვიცა მე ავირჩიე სერბიის ბელგრადის საკრებულოს თავმჯდომარედ, გახდა ხო პრეზიდენტი. იწყებოდა ამერიკული პროექტი ვარდების რევოლუციისა, რომელშიც ჩადებული იყო მილიარდები და სააკაშვილი შეერჩეს ყველაზე კარგ კანდიდატურად, როგორც ერის გამყიდველი, მართლმადიდებლობის მოძულე და ჩვენი სატელიტად გადამქცევი სუბიექტი. და ახლა მე დავაქვეითე სააკაშვილი მოვაცილე დიდ პოლიტიკას, თუ მე ავირჩიე, ჯერით მე არ ამირჩევ, ღმერთი ჯული. რამდენი ხმაც მე მივიღე, მე ხმა მიიღო სააკაშვილმა ადგილობრივ არჩევნად. ცოტათი ნაკლები მიიღო. ერთი დეპუტატი ნაკლები გაიყო და დანარჩენი ჟვანეის დეპუტატები და მრეწველები და პატიაშვილის დეპუტატები დღესაც მაგასთან არიან და რა ავირჩიე, ხალხო, რას გადამეკიდეთ, კაცო. არ ამირჩევ, ღმერთი ჯული რა. მოდი პროექტი მიდიოდა და ხალხი რო არ გამოსულიყო რუსთაველის პროსპექტზე სააკაშვილს ეღირსებოდა პრეზიდენტობა. ხალხის გამოყვანა ამ ამერიკულ პროექტში ვარდების რევოლუციისა არის აუცილებელი ატრიბუტი. სადაც ხალხი არ გამოდის, იქ პრეზიდენტებად ასეთი ტიპები ვერ გადიან. გამოვიდა კიევში, გახდა იუშენკო, გამოვიდა ბელგრადში, გახდა კოშტოვიცა, გამოვიდა თბილისში, გახდა სააკაშვილი, არ გამოვიდა ბაქოში, ვერ გახდა იქაური ვარდოსანი ვერავინ პრეზიდენტი, არ გამოვიდა თქვათ მინსკში ვერ გახდა, არ გამოვიდა მოსკოვში ვერ გახდა, არ გამოვიდა უზბეკეთში ვერ გახდა და ასე შემდეგ. და ახლა ნუ დავაბრალეთ მე მისთან რაღაცა რაც არ გამიკეთებია მართლაც. ისე ბატონშობა, მაინც ბევრისა თქვენგან აქვს ნასხები ბატონო მიხეილს. გავქრო ახლა კაცო რომ პლაგიატი და ქურდი იყოს ინტელექტუალურადაც და ისეც ბიუჯეტის ქურდიცაა, რა თქმა უნდა, ჩემ ბრალე არ არის. ეს ხათება. ეს კოდი ჩადებული და რა. მე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, ახლა დაიწყო ესეთი პიარი, რომ ვინც აი ამ პათოს არ ეთანხმება და ვინც ეჭვის თვალით შეხედავს ხო გუშინდელ აი ამ შრიამულს, მეხუთე კოლონას ადარებენ და მე მგონი რა ვიცი, მეშვიდე კოლონაზეც კი გადიან. მეხუთე კოლონის ინსტიტუტზე გვესაუბრეთ, თუ შეიძლება თქვენი აზრი. მე მინდა გითხრათ, რომ მეხუთე და მეათე და მე-15 და პირველი კოლონა ეს არის სააკაშვილის დაჯგუფება, რომელიც მიეკიდება ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ პოლიტიკურ და ფინანსურ ჯგუფს, თუ ეს დასჭირდება მათი ძალაუფლების განმტკიცებას, ხელისუფლებაში მოსვლას ან შენარჩუნებას. ასე იყიდებოდა ეს ჯგუფი რუსეთს და ეხლაც იყიდება, ასე იყიდებოდა ეს ჯგუფი ვაშინგტონს და ეხლაც იმავე აზრზეა, ასე იყიდებოდა ბრიუსელს და სტრასბურგს, ეხლაც ამას ვიზავენ, ასე იყიდებიან, თქვენ წარმოიდგინეთ ნაზარბაევს გაუწია რეკომენდაცია სააკაშვილმა ვაშინგტონში, რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა შუა აზიაში და ამიტომ მესამე ვადით უნდა ავირჩიოთ. და თვითონაც ჩავიდა ინაუგურაციაზე. და ის საქართველოს ფაქტური პრეზიდენტი ბატონი ბრაიზა, ეს პოლონელი ამერიკელი ასე ვთქვათ ემიგრირებული, საკმაოდ მზაკვარი პიროვნება, ისიც იქ ხავდა. ერთად მიულოცეს და ერთად ჭამეს ის ფრავი შუაზიური თუ რა ჯანდაბაზე. და გამოაცხადა მე ის ნაზარბაევი ყივჩაღი ხალო არ არის ყივჩაღი, ეს კაცი არის მონღოლოიდური წარმოშობის წესიერი კულტურული კაცი, ყოფილი კაგებეშნიკი, რომელიც დიქტატორია ფაქტურად და აბა მაშინ ლუკაშენკოს რაღაც ურჩი, იმასაც მესამე თუმა უკენჯის ხრა და ეხლა რახან ლუკაშენკო არ მოგცაკ თამი. ნაზარბაევს ფაქტურად ფული შეეწერა სააკაშვილმა. აი სასტუმროზე რაც აჩუქა იმაში რა ქვია, ჩვენთან აჩუქა, მაგრამ თვითონ ფული აიღო ამაში. და აღმაშენებელი ძეგლი შესწირა ნაზარბაევის ფულებს იმ სოკროდ ჯგუფს და იმათ, ხო? ასევე ესე იგი, როგორც ქვეყნის შიგნით არის ეს გამომძალველი, თქვათ აი ჩვენს ბიზნესმენებთან, რომლებიც სხვადასხვა არაფერს ღირსები არ არიან მსხვილი ბიზნესმენები. ესენი არის ჩვეულებრივი ბანდიტები, რომლებსაც წელი გავადა არ გაახსენდება, რომ არსებობს ოპოზიციური პარტია, ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც დაფინანსება შეიძლება, რომელსაც ბიზნესმენ დაფინანსება. არა, არ მომხსენებდა მაშინ ეს არ არის ქვეყნის ბიზნესმენი, ის არის სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენი და შევადგინეთ მთელი ბიზნეს ჯგუფი გადაძვლა ახლა სააკაშვილის ჯიბეში და იმას ყოფავს და იმათ სოსკაუდებს ეს კი მაგრამ ბალეშავა მამადე ასე ვაკეთებს ბატონო მიხეილ სააკაშვილი ირანთან ურთიერთობაში იმათ ევაჭრება უბრალოდ ამერიკის საწინააღმდეგოდ ჯერ ადრე აპირებდა ნიქსონის ცენტრში მე რო ვიყავი და განვაცხადე მაშინ ცნობილი სკანდალი ატყდა რომ მას სულს ირანის გაზი არ მარტო თვითონ მიიღოს აქ არამედ გაატაროს ევროპისაგან და ამ საქმეში არის ძალიან დიდი ვაჭრობები გამართული ის გია რომ შემთხვევით არ დადეს იმ თეირანში ახლა მე ირანთან ურთიერთობის ძალიან დიდი დამფასებელი ვარ და ალბათ თვითონული ქართველი რადგანაც 3000 წლიანი ისტორია ამ პრეზიდენტის ქართველია იქ ახლა ნუ ამბობენ ჭედლიშვილი ახლა არის ქართველია ამბობენ მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ იცით
ეს არ შეიძლება ხდებოდეს საშიში გეოპოლიტიკური თამაშების გზით ქართული ერის ხარჯზე. ხან რაკეტების შემოყვანილია და აქედან ვიდა ირანის დაბომბვა. ხან გაზიგილა გამოართვა და ამისათვის უნდა აფეთქო რუსეთში გასადენი. აქედან დაფინანსებული ჯგუფების და შენ ლობის საშუალებით და აი ამ დღეს შეღარო ხალხი. იცით ეს უკვე ძალიან საშიში თამაშებია. ამასობაში იქ ამერიკა გადაგეკიდება და ამერიკამ თუ შეწყვიტა ფინანსური დაკრედიტება ბიუჯეტის დამერწმუნეთ რომ სააკაშვილის ბიუჯეტიდან დარჩება მისი სარეზერვო ფული. რატო ირანიდან მიიღებთ? ირანი მოგცემს თუ კი ჩვენ მახალ ირანი რას მოგცემს? ხო, ძალიან საინტერესოა, მაბატონეთ რა თქვა. ირანი რას მოგცემს? რას ბიუჯეტის ფულს? რა თქვა უნდა ძალიან დიდი ინვესტიციები წავა. დერჩოეზლეს დაიბომბები და გიგანტური შეხვდე მაგ ურთიერთობაში რომ ჩვენ ნასახი შეიძლება არ დარჩებოდა. ზანეთ ბატონშავა მეთე ბრაიზამ განაცხადა რომ არ უნდა მისცეთ. ამის არის მესამე სოფლომი დაიწყოს ირან ამერიკის კონფლიქტის გამო. იმ ბირთვული რეაქტორის გამო. შორის აქაც ამ საკითხში ამერიკელებიც რაც სწორი არ არიან. ახლა სიმართლე უნდა ვთქვათ, პირველი ატომური რეაქტორი ირანს აუშენა ამერიკის შეერთებულ შტატებმა 1957 წელს და მას შემდეგ რეზა ფეხლების პერიოდში, შახის დროს, კიდევ 23 რეაქტორი აუშენეს. თუ მაშინ არ იყო საშიში ირანისთვის ატომური რეაქტორების აშენება, ეხლა რა გახდა ეგეთი ქვეყნის დაქცევა, რომ ამისად მართლაც ცივილიზაცია და დაპირისპირება დაიწყოს იმ რაღაც კუსკუსა რეაქტორის გამო, რომელიც 25-ია, ხო? იქ ფაქტობრივად შეიარაღების შეშინდება ეს რეაქტორი. ბატონო, ეს არ გამტკიცებ ჯერ. ჯერ არ არის გამტკიცები, ასე ისრაელსაც აქვს ატომური ბომბი. მაგრამ ფაქტობრივად ამაზე ამერიკას თვალს ხუჭავს და ყველა თვალს ხუჭავს. თამთი ამერიკა გულისხმობთ ისრაელის შეიძლება ისრაელის სამყაროსთან დაპირისპირებაში ატომური შემთხვევაში ისრაელის სამყაროს ამბობს შედება ბომბი. აი ისრაელი ყოველთვის ამბობს სტანდარტები უნდა იყოს თანაბარი. ეთახმება პირველი არ გამოვიყენებთ რომ ისრაელი ყოველთვის ამბობს და იარავს და ეხლა გახურდება საქმე და საქმეზე მიდმარიშა საინტერესოა თქვენი პოზიცია უკაცრავად რა ძალიან დამაინტერესა თქვენ თავად ახსენეთ ბრაიზა თქვენ ესე თქვა ოპონენტი იყო გარკვეულ პერიოდში ამ ადამიანმა ოპონენტი დაუძინებელი მტერი გასაკეთებელს რა გეუბნები შეიძლება ახლა მე მასთან არც ნაკუთი მაქვს და მამული გასაყოფი და ასპირადი ინტერესი ეს კაცი არის ადვოკატი ფასიანი ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის დაახლოებით რას სიტუაციაში იცით აი მოსკოვში იჯდა CKKPSS-ის ინსპექტორი ამერიკავკასიის მიმართულებით კურატორები ის რასაც დაწერდა ბრეჟნევიც იმ დოკუმენტს მოაწერდა ხელს დღეს CKKPSS-ის ინსპექტორი მოსკოვიდან გადაჯდა ჯერ-ერთ სახში მე სახელმწიფო დეპარტამენტში და ის ბრაიზა რასაც იტყვის ამერიკის პოლიტიკა ეგ არის ეცდავთ რაც შეიძლება ესერო და ამ ადამიანმა კატეგორიულად დააფიქსირა თავისი პოზიცია რომ არ უნდა მიყიდოთ გასადენი გაზპრომსო აი მე გამიკვირდა მის შემდგომ გამოდის გილაური იურისტი ადამიანი არავითარი შეხება არა გარემოს დაცვასთან საერთოდ მე მგონი იურისტი რა ყავის სახლის პრობლემაა თუ და ესეც ხო ცნობილია მე ყავი ასე თქვა ამ ადამიანმა დააფიქსირა ბადონჟავა და ყველას გაუკვირდა იმიტომ რომ გარემოს დაცვის მინისტრი ესეთ განცხადებებს არასოდეს არ აკეთებდა საქართველოში იქნება არნახული 22 გრადუსიანი ყიდვებიო. ნუ ყველა სიცილით მოგდეთ, მაგრამ აშკარად მივხვდეთ, რომ რაღაცისთვის იყოს. ეს გარემოს დაცვის მინისტრი თავის მინისტრობას უნდა ომადლოდეს საკუთარ ცოლის დას, ეკა ხოფერიას, რომელიც ეროსი გიძმანიშვილთან ერთად იყო გამარჯვებული ტელევიზიის ლიდერი და ამხელა მთელი ერი გააცუცულაკა და სამი კვირა დააყენა ხალხი წვიმაში იმისათვის, რომ ეს ავაზები მოეყოლათ ხელისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში აი როგორი პაპუაშვილია, პაპუაშვილია თუ რაც ყოველ შემთხვევაში 22 გრადუსიანი ყინვები. ისი იურისტი, ეგეთი იურისტი, მე თვითონ იურისტი ახლა და არ გამიგია სამართლებრივ სამყაროში და ახლა კერძო უნივერსიტეტის დიპლომი თუ აიღო და იმით გახდა იურისტი ეგ სხვა ამბავი. ბავშვობა, ლოგიკას მინდა გავუყვება თქვენი აზრი მაინტერესებს. ბრაიზამ ეს თქვა, პაპუაშვილმა 22 გრადუსიანი ყინვები თქვა, გუშინ პრეზიდენტი გამოდის და ბრძანებს რომ არნახული ყინვებია საქართველოს და მოგვიწყო რუსეთმა ეს და ამიტომ ირანის ნავთობი გაზი უნდა შევიძინოთ. უზარმაზარი გეოპოლიტიკური გარიგება სახეზე საიდანაც სააკაშვილი უნდა გთამს. ამ შემთხვევაში ირანი. ამით ხო ეს ფაქტურად გაიმართლოს თავი რა რა რუსეთმა აიმფეთქა გასადები, ეხლა უნდა მიიღო ირანული გაზი. ირანს უნდა როგორმე გაარღვიოს ენერგობლოკადა, რაც დაწესებულია მის გარშემო და ეს ენერგობლოკადა გაიგოს არა მარტო საქართველოს მიმართულებით, არამედ შემდგომში ევროპის კი აიღოს კურსი, რაც გათვლილი იყო თავიდანვე და უნდა და სააკაშვილს და მთელი ეს პიარი, მაგრამ სინამდვილეში ქართული ხალხის მორიგი ტრაგედია და რამდენი ოჯახი იყინება ახლა. არ აქვს გაზი, ბავშვს უცხელებს ძეს და ელემენტარულად ვერ
შეუქმნია სახლი ისე რომ 0-ს მაღლა აწიოს ტემპერატურა და ეს ყველაფერი აი სააკაშვილის ექსპერიმენტებს ეწერება იმისათვის რომ აი მისმა ჯგუფმა კიდე დიდი ბიზნეს გარიგება გააჩალიჩოს საზოგადოების რომელიმე ცენტრთან ამ შემთხვევაში თეირანთან ძალიან იგივე манипуляციები წავა თქვა შუა აზიაში რომელიმე ქვეყანასთან არ გამიკვირდება რომ ერჩვენენ დღეს თუ ლუკაშენკომაც ამათ ხელი შეუწყოდა დიდი ფულები გააკეთებინა იქ უკრაინაში ბელარუსიაში კარტოფილი აქვს თუ რა მოაქვს მოხალხ არ ვიცი ქვეყანა თუ აკეთებინა მე ვიტყვის რომ ლუკაშენკო არის დემოკრატიის შუქურა თელ აღმოსავლეთ ევროპაში მეცნებოდა ჩავა და მესამე ვადაზე ინაუგურაციას მიულოცავს მე მგონი რომ ამ კაც არ აქვს ზნეობა არ აქვს შემოკავებელი ბარიერები არ აქვს სარწმუნოება ის არც მართლმადიდებელი არც კათოლიკე არც მუსულმანი არც ბუდისტი არც იუდეველი გეუბნებით ეს კაცი თავისუფალი იმ კომპლექსებისაგან რასაც ცოცხალი ორგანიზმი ფუტკრიდან დაწყებული ადამიანი დამთავრებული საერთოდ მოხდები არ აქვს იცავს დამშოვარი შვენი თავარი საფრთხე საქართველოს პრეზიდენტი არანაირი საფრთხე და საშიშროება ჩვენ ისეთი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არ ყავს რასაც წარმოადგენს აი ეს ჯგუფი თავზე ხელარებული როგორც უკვე მოგახსენეთ ყველაფრის მკისრება ძალიან სერიოზული გაცილება გააკეთეთ ბოლოშევა ეს გაცილება გავაკეთე ერთ წლის წინ ვაშინგტონში ნიქსონის ცენტრში მაშინ ბატონმა ბრაიზამ და მისმა სამოქალაქო მეუღლემ ასეთ სტატუსიც ყოფილა ქალბატონმა ბარარმა რომელიც ენერგეტიკული პროგრამების დირექტორი გახლავთ დიდი წილკიული ატეხეს ამის გამო რომ რა განვაცხადა ეს როგორ გავბედი ამის თქმა გამოაგზავნეს წერილი პარტიის ოფისში იმის თაობაზე რომ სანამ ბოდიშ არ მოერთდი და უკვე ნაწავებ ჩემს სიტყვებს აღარ შემხვდება გამებუტა მოკლედ ქალემ როცა ერთმანეთში გაბუტვა არაკაცურად მოიქცა შემიძლიეს დავამატო თქვა და დღეს უკვე მეგონი ხედავენ თქვით რომ ჩემი წინასწარმეტყველება კი ობიექტური ანალიზი აუხდათ თელი სისტემა. ეგება კარგიც იყოს რომ ირანული გაზი შემოვიდეს ჩვენთან. ეგება კარგიც იყოს რამდენი საერთოდ ძალიან კარგია რომ საქართველოს შემოვიდეს ირანული გაზი და პროდუქცია, ჩინური პროდუქცია, შუა აზიის ენერგომატარებლები, რუსული ენერგომატარებლები, რატომ ჩაედო ახლა რუსეთს შავი ზღვის ფსკერზე ის ცნობილი Samsung-ის გაზსადელი ცისფერი ალი სახელწოდებით და რატომ უნდა გაეტარებინა ჩვენს ტერიტორიაზე აფხაზეთის გავლით. რაც 50% დაგვაგუნებინებდა აფხაზეთს, იმიტომ რომ იქ უკვე გამოირისხებოდა დესტაბილიზაცია და არავის ინტერესებში აღარ შევიდოდა სიტუაციის გართულება და ბაღვაშები თუ ბაღაფშები და აძიმების მოყვანა. რატომ დაგვცნოთ ეს მაგისტრალი ჩვენ? ჩვენ რაც მეტი მაგისტრალი გაივლის, რაც მეტი დავიტვირთებით ეკონომიკურად. არის ქვეყნის გადარჩენა, მაგრამ როგორც კი ამ ფონზე დაიწყებთ თამაშს, ერთი გეოპოლიტიკური ცენტრის წინამდე, მეორე სასარგებლოდ, მესამის გასანეიტრალებლად თუ მეოთხე საზიანოდ იმ წუთში გაიჭრიტები როგორც տարაგა. ისე ჩვენი ისტორია ესეთი იყო ბადოშავა. ხო და ასეთი იყო ჩვენი ისტორია, იმიტომ იყო გამოფრწყინებების, რომ აღმოჩენებელმა თამარმა გააბალანსეს ურთიერთობა მაშინდელ გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის და სიტუაციის გაბალანსების დროს წარმოვიზარდა ქართული სახელმწიფო როგორც ისტორიის კედელი, როგორც შენობა, როგორც ევრაზიის ჯვარი, ფარი და გზა. და არა კორიდორი, როგორც ეს წარმოუდგენია სააკაშვილს, სადაც ორპირი ქარები ქრიან ხოლმე. ჩვენ არავითარი კორიდორი არ აქვს. დამაკავშირებელი სამხაროს 4 წერტილს შორის და როგორც კი ამ ფუნქციას უღალატებდა ერთზე აკეთებ გადახრას, გადაბალანსებას, ხო? აი როგორც თვითმფრინავი ერთი ფრთით ვერ აიწევა მაღლა. აი ესე მიუხოხიელობთ ღერებს გადახვევით, მაგრამ ეგება ერთი მხრივ კარგიც იყოს. აი რუსეთში გვებომბავენ ამ გასადენებს. ფაქტობრივად ეს მესეჯი დასავლეთისკენ იყო მიმართული და ამიტომ იძულებული ვარ, ყინვები გვაქვს და იძულებული ვარ ირანისგან ავიღო გაზი. არა, ნაგებობას მაბატონო, ამათი ჩაწყვეტილება აიჭრა სიტუაცია და ეგება მართლაც და ირანი გადაურჩეს ამ რუსი გიჟი ეხლა რომ სამუთარი უკანალი წყოს ტოტელი აფეთქოს. აქ აფეთქებს რუსი როგორც კი გითხარი. თავის ტერიტორიაზე რუსი ამას არ იზავს. ეს არის სააკაშვილის ბანდის ჩაწყობილი და ეს ბანდები ჩრდილო კავკასიაშიც მრავლად არიან. ეგება კეთილშობილური მიზნები ქონდა. ახლა მეორე გამიგა კეთილშობილური მიზანი რომ ჰაერში აწიოს სარეზერვო გასადენი, ძირითადი მაგისტრალი და კავკასიონის მთავარი გადამცემი ხაზი და თან სამი ელძაცა აქციო, რომელიც აღდგენა ჭირდება ერთი თვე. არა, ერთი კვირა უნდაო. არა, ერთი თვე უნდა, ერთი კვირა უნდა დასადენს. ნუ დენი მაინც გვაქვს პრინციპში და არა მე რატომ დენი როგორც არიშნავს, იმას რომ კარგად ცხოვრობ, დენიგა გაზი არ გაქვს და სამაგერო თუ უნდა გადაეხადა ოჯახს 30 ლარი ელექტროენერგიაზე, ეხლა გადაეხტის 60 ლარს. საერთოდ მირჩევა მოგებული სააკაშვილის მაფია. ყოველთვის ხალხი აგებს ეგ სიმართლეა. მოგებული მირჩევა კიდე მისი რუსი კომპანიონები ჩუბაისის სახით, რომელიც ფლობს თელას. ჩვენ რამდენიმე ვძველებთ. გავყარეთის ამერიკელი ინვესტორები, რომლებმაც მამის სისხლი გაგვიხადეს ელექტროენერგია, ხო?
შევამცირეთ ეს შუქის ტარიფი, ამას შეეწირა ჩვენი პოლიტიკური კარიერა, მაგრამ გადაგვიდა ამერიკას სხვა გარკვეულ დამიჩენებია, მაგათთვის რომ ხალხს არ უღალატებდა ის 60 მილიონი თბილისში რჩება ყოველ წელს, რაც ჩვენ დავაკლებიეთ, ხო? და რა ხნა მე სააგაშვილმა თუ იცით ჩუბაის შეეხუთა. მიყიდეს ამერიკელებმა ეს თელას ჩუბაისის რაუიეს, ეს მოხდა სააგაშვილის რჩევით და რეკომენდაციით, შუამავალი აი ამ საქმეებში ყველაფერს ეს მირჩენელია ხმა თბილგაზის უფროსი. ეგ იყო მთავარი ფულის მიმტანი სააგაშვილთან და მაჭავერიანთან ცნობილია მეხუთე სართულზე პარლამენტის თელასიდან ჩვენ ამოგვიღებდა ჯიბიდან ფულს ის ეს-ი, მე წილი მიდიოდა სააგაშვილთან. ამიტომ იყო რომ გაგიჟდა ჩავარდა ეგ ამერიკაში ჩაგვიშვალა აი კომპანია გამოუგდეს, მაგრამ ხელიდან მაინც არ გაუშვა ეს კომპანია და გადასახლა ჩუბაის. ეხლა ის აკეთებს ფულს. ის ჩუბაისი რუსული ოლიგარქიებში ცნობილია. და ეს ჩუბაისი რა სააგაშვილი თუ მასთან დაპირისპირებული ძალები. სააგაშვილი რომელიც ფულად წილებშია პირდაპირ რუსულ ოლიგარქებთან, ბენდუხიძე რა დღის მარტო. რა დღის ეხლა ძალიან დიდი პატივისცემ ბიძინა ივანიშვილს. ნაბოლოები კარგი რამ გააკეთა ჩემი საჩხერესათვის. ის ყველა ქართულისა ის საჩხერი და საჩხერელი. ბაკურიანისთვისაც. ბაკურიანისთვისაც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ეს კაცი რომელიც მოქალაქეთა კავშირის აფინანსებდა, მიშა მაჭავრიანის ნათესავი. კარგი. და პირდაპირ ფულის მიმდანი მიშა იყო სააგაშვილთან ივანიშვილს და დღესაც ეგრეა. აი დღეს ხო აღწერენ ხმას ივანიშვილი წაიჭხობა სააგაშვილს და გაბუტული წავიდა თხოილე. ერთად არის. მართლა. ერთად არის. ისე როგორც ბატონი ბადრინის აფინანსებს ფინანსურად დიდი პატივისცემის მიუხედავად მეს მინდა დავაფიქსირო. ისე როგორც აფინანსებს ბატონი ბენდუხიძე და აღარც აფინანსებს და ასევე აფინანსებს სააგაშვილს ბატონი გენერალები, რომელიც მისი ბიძის მაგაცია და ოქროსაბადო აჩუქეს ამას. ასევე აფინანსებს ჩუბაისი და თქვენ ნახეთ ჩუბაისის ტელევიზია რენტივი. რენტივი ჩუბაისი. ეკე ცნობილია. ესე იგი რუსთავი მოგენატრება ესე 15 დღეს უძღვეს სააგაშვილს ყოველ კვირა ანტიკურ გადაცემას. და იგივე ის ჟირინოვსკი ასევე სააგაშვილის მაგაცია. თქვენ გასულთ ალბათ ვარდების რევოლუციამდე ჟირინოვსკი ორჯერ დაუჯდა სააგაშვილს პირდაპირ ეთერში რუსთავის საშუალებით. ეს გაჩალიჩდა შემდეგნაირად ინა სოროკინა მოგესწრებათ რუსული ჟურნალისტიკის ვარსკვლავი გახლდათ ეროს გიძმარიშვილის დაქალი $100,000 გადასცემდნენ ჟირინოვსკის. ის მოარდებოდა რას კარგავდა ეთერში ვიწუში და ლანძღავდა საქართველოს, მიშა აქედან ეუბნებოდა შეოკუპანტო, ამას გიზავთ, იმას გიზავთ და ეს ხალხი საფრთხოვნებული, მიდი მიშა მიაწექი მიშა, ყველაფერი გათამაშებული პიარი. როგორც იყო ეს გასადენის აფეთქება პიარი, როგორც დაიხჭო გაზით პრემიერ-მინისტრი ვითომ და როგორც აფეთქეს ბუში აქვს თბილისში. ნუ ახლა ხოლმე მივხვდით რაღაცას, რომ ჩვენს თავზე ან ტრაგედია ტრიალებს, ან დიდი კომიზმი, ან ტრაგიკომედია. ბერია ყოფილა ბოწაფება რა. არა, ბერიას ნეობა ყავდა, ეხლა ბერია რა ყოფილიყო, ჩვენ არ გვექნებოდა მარჯვენა სანაპირო, მარცხენა სანაპირო, რომელზეც ახლა ასფალტს ატკეპნენ, სააგაშვილი დასკდა ეს ასფალტი. ფურგოლი არ გვექნებოდა, ცირკი არ გვექნებოდა, რომელიც სააგაშვილმა გაყიდა. არ გვექნებოდა ეს ცირკი და გაყიდა საწყობა. მოდით მადიშალა, ბაყურებას დავუთმოთ ეთერი. დიახ, ეთერში ხარ, გისმენთ. შევანაძე თუ საწყალია მაშინ შენა უხსნა. საწყალია, მაგრამ არის. დიახ, ეთერში ხარ, გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით, ეკათ შობას ახალწელს. და ეს არის. ერთი შეკითხვა მაქვს ბატონ შალვასთან და ბატონ დავითთანაც უფრო შალვასთან. ჯანმრთელობის ცნობა თუ გაქვთ ბატონო შალვა? ბატონო ბერწვა. ჩემთანაც არა, რა შეკითხვა დასული მეგო ჯანმრთელობა. რამდენიმე ასე თქვა დარჩა შემოგვიმის ბუზივით სააკაშვილისტი. ჩვენ ესენი გამოცხადებული გვაქვს დესააკაშვილიზაციის წლად. ფიქრობ ქართველთა დიდი უმრავლესობა ამაზეზეა. რაც ეხება ჯანმრთელობის ცნობას, შეიძლება გითხრათ, რომ ახლა ყველაფერი ნორმაშია. თუმცა ზოგიერთი კიევის ფსიქიატრიული კლინიკა შეიძლება რომ გადაამოწმოთ და შეამოწმოთ. იქ აღრიცხვაზეა ზოგიერთი თქვენი მეგობარი აყვანილი და ხშირად კიევში ზოგიერთი სიარული სწორედ იქ ექიმებთან კონსულტაციის გამოგწევს. ეს კიდევ დავუთმოთ ბაყურებას ეთერი, დიახ, ეთერში ხარ, გისმენთ. დიახ. მოგესალმებით. ბატონო? მოგესალმებით. მე მასთან ერთი შეკითხვა ბატონ შალვასთან. არავინ არაფერს არ ამბობს საერთოდ ამ რეპრესირებულების ოჯახებზე. რომლის ოჯახების ხელმოერთ რეპრესირება მოხდა თუნდაც აი 93 წლის მიწის გადაწილებასთან დაკავშირებით და მაგრამ შეიძლება თქვენ რას ირგოთ ეს შევარდნაძის მომას ელოდებიან მოდის ამ გამოთქმისგან თუ მე მოხდება რამე თუ რომელ რეპრესირებულებზე რეპრესირებულ ოჯახებზე პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბარი მადლობთ და გითხრათ რომ პირველი მესიჯი როდესაც ეს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ჩამოააბზანეს ამერიკიდან კირკორიანის ფირმაში რომ მუშაობდა
პირველი მისი პროექტი იყო რეპრესირებულთა ოჯახებისათვის კომპენსაციის გაცემა პენსიების სახით და ფორმით და დიდი ტრიუმფით და დიდი დაპირებებით გაიტანა, როგორც მას ჩვენ მე დავიწყდა, როგორც გიპიარმა თავის საქმე გააკეთა და მომხრევი მონახა უამრავი რეპრესირებულში, თავმავალში თუ რეპრესირებულში, ეს ყველაფერი დაივიწყდა. მიმაჩნია რომ რეპრესიები ნამდვილად უნდა განვიხილოთ როგორც კომპლექსური პროცესი და არ უნდა შემოიფარგლოთ მხოლოდ კომუნისტური პერიოდით, რადგან რაც ამ 15 წელში ჩვენ რეპრესიები ვნახებთ, დაწყებული იგივე კანონური ხელისუფლების დამხობით, მათი წარმომადგენლების დევნით, დაჭერით, დახვრეტით და დღემდე გაგრძელებული დღესაც პოლიტიკური რეპრესია იგივე რაც თქვენ თავზე ხდება, ხო? რატო არ ასახლებენ მათ მეგობარ ტელევიზიებს და რადიოებს და გაზეთებს თავიანთი ოფისებიდან? არასახლებენ, იმიტომ რომ მათი მქებლები არიან, კრიტიკულ მომენტში დაუდგებენ გორჩი და თქვენ ასავალ-დასავალი თქვა სხვა საშუალებები ოპონირებას უწევენ და არავინ მოსულს. ძალიან კარგია, ამ თემას შეეხეთ, მე მართლა მაინტერესებს, მე ძალიან კარგად მახსოვ ხარ თქვენ 2002 წელს, ასევე მახსოვს ნაცმოძრაობას, აი თქვენი ინიციატივა იყო, თქვენ სხვა შორის ძალიან დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი ქართული პოლიტიკური ესე თქვა სპექტრის ჩამოყალიბებაში, თითქმის ყველა თქვენი ლოზუნგი არა, ნამდვილად შეხვალთ ეს როდის მე დაიწერება საქართველოს ისტორია 90-იან წლებისა, თქვენი თვალსაჩინო ადგილი გიგავეთ მარტო ის რადგის რომ თუნდაც სკოლებზე სასკოლო ესე თქვა პრივატიზაცია შეაჩერდა საბავშვოებრივ მარტო ამის საშუალო განათლება აი თუნდაც მე მახსოვს მაშინდელი თქვენი გამოსვლები პარლამენტში და ბაღების სარდაფლობაზე ამბობდნენ რომ ეს ბოლშევიკური იდეა არის რომ რატო ყველაფერი უნდა იქნებოდა ვიჟიო ხო უფასო განათლება სადგაგონებაა და ყოველ შემთხვევაში თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ესე თქვა განცხადება ეს იყო მე მახსოვს 2002 წელს თქვენ ითხოვდით ესე თქვა ნაციონალიზაციას რიგი უკანონოდ გაასხვისებული და გაყიდული ობიექტებისა ეს თქვენი ეს იდეა აიტაცა მერე ნაციონალურმა მოძრაობამ ფაქტურად სააკაშვილის ლოზუნგი იყო და ესე თქვა წინა საარჩევნო დაპირება კოპირებული იყო თქვენგან და მე ეს მიყვარს ესეთ აი ამ ხალხისა და ამ ქალბატონისაც წერანებს შემოვიდა ადამიანები ბრძანებდა თქვენს ნაციონალიზაცია უპათოსოდ დარეკა და დაავალეს ამიტომ ეს ხდება ხო ნამდვილად რაც იქნებოდა იმას რაც თქვა ბალაშავა ფაქტი არის ასე რომ მოგითხოს გადავსიმდე ხელისუფლება მოვიდა ლოზუნგით ნაციონალიზაციისა მიდის ტოტალური პრივატიზაცია მე აგერა მაგ წინა ეთერში თქვი მეცხრე საავადმყოფოში 6000 ჰექტარი ხო მეც გავიგე რაღაც ამდაგვარი რომელიღაც ministrisa უფასოდ სიზი მაგალითად დაიგროხოს არა რა არის ეს ძალიან უცნაური არის ვისაც უნდა შერჩევით ჩუქნიან მიწებს ვისაც უნდა აი ну შევანაძოთ ფაქტობრივად ბატონში რაც პრესტიჟული კონკურსების შემდეგაც ფრანცია და ადრე სტუდენტური კაფე იყო აკეთებოდნენ ბოკერეს მომიცე ყველაფერი ლევან ბოკერია მარტო მაგის $900 კვადრატული მეტრი არა ახლა ბოკერეს მომავალ არავის დააცდის ფულის საგებას და ჭამას და თქლებას ეს მაინტერესებს ეცით აი უნდათ პირდაპირ შესყიდეთ ჩვენი პრობლემა ეს არის ჩვენ ხვალ გვაქვს პირველ სააზე კიდევ ერთხელ გამაფრთხილებელი აქცია და ჩვენ ძალიან ბევრ აქციებს ჩავატარებთ ამ 3 მარტამდე ჩვენი მოთხოვნა ესაა თუ კი ყველასთვის შეიძლება პირდაპირ შესყიდვით იგივე გენერალურზე და ადმირალურზე და ვიღაც რუსებზე და ყაზახებზე თუ კი ედღამეში 21 სასტუმრო პირდაპირ შესყიდვით მისცეს ჩვენს მოგცემ პირდაპირ შესყიდვით ამიტომ გვაქვს ხვალ აქცია აი რატომ არის შერჩევითი კეთილგანწყობა ხელისუფლებისა რატომ არ უნდა იყოს ერთიანი ნორმა ერთიანი კანონი ან ყველაფერი აი ესე ვთქვათ ტენდერზე გავიდეს ან ნუ იქნება ეს პრეზიდენტის აქტით მიცემა ვინმესთვის ობიექტისა მათ შორის ჩვენი შენობის აი იმიტომ რომ ამ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი პოლიტიკური ეკონომიკური სოციალური პროპაგანდისტული გადადგმულია იქეთ რომ გაემყაროს თავისი არსებობა და ხანგრძლივობას მისცეს უკუქცევადი ხასიათი და თუ დარჩება ოფისში კავკასია თუ დარჩება ოფისში ასავალ-დასავალი თუ ლეიბორისტულ პარტიას ექნება თავისი ოფისი ანუ როგორც კანონს აბერებენ ორი წელი სასამართლოებში დარბეს ეს კორუმპირებული სააკაშვილის დავალებით და მიჩვენეს რომ 71 წელს თუ მეჩვენება ყოფილა მაგალითად მე რა ვიცი მაშინ ვიყავი მე-6 კლასში თქვენ კაცებს მკითხველობა და ეს მკითხველობა დაგასტურათ ძალიან ნორმალური ხალხისგან რომლებმაც მოვიდნენ და პირდაპირ გითხრეს რომ აი ახლა ჩვენ გემუქრებია რომ თუ არ გახვალთ ოფისიდან უნდა გავიყვანოთ სხვა შემთხვევაში აუჭერენ შეგვამოწმებენ ამიტომ იაფად მოგცემთ იქნებ იყიდოთ იმიტომ რომ მყიდველები იყავით გამყიდველებიც უაღრესად კეთილსინდისერი ინტელიგენტი აი ჩვენ არის საშუალო ფენის ხალხი და ახლა 12000-ად ახლა ორსართულიანი ოფისი მაშინ იაფი იყო ეს არა მაინც იაფად მოგწევს ძალიან შეიძლება შეიძლება იყო ბაბაშავთ მე ახლა მიწის გადამიწის ნაკვეთის არის პარტიები პარტიული აქტივისტები დაჯდებიან რაღაცას უზღოთ ეს არის ამიტომ არის რომ ფუძე უნდა თუ მოუნგრიონ ფუძე
ყოველგვარ ოპონენტურ, ოპოზიციურ აზრს და მიმდინარეობას, რაც იქნება მათი ხელშეუხებლობის, იმუნიტეტის დიდი გარანტიები. ამაზე ეს გათვლილი და არა იმაზე, რომ აქ მართლა მოხდეს პრივატიზაცია, ინვესტორი მოვიდეს და თქვათ ეს შენობა კიდევ რაღაც უკეთესად გადაიქნას. არა, თავადია რომ თქვენ შეგექმნათ პრობლემები, ძულებული გახდეთ, წახვიდეთ, ოფისი ძალიან ძულადღირებული, იქირავოთ ახლა იაფი ოფისი თქვენ არ გიყავს. ასადაც არ წავალ ჩვენ აი ბალაშავა. არა, ამას ბუნებრივია. ჩვენ მე რამე დაგითხრათ ბალაშავა, მათმა მაინტერესებს როგორც ძალიან ცოტა. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოგვეხმაურა ხო? ძალიან ბევრი ანუ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს მაინტერესებს პარტიების მოდიან ხვალ ჩვენთან სოლიდარობის ნიშნით. თქვენები მოვლენ თუ არა? რა თქმა უნდა, რა დიდი მადლობა ამისთვის და პარტიის ლიდერები იქნებიან თქვენთან. დიდი მადლობა ამ განცხადებისთვის. მე მადლობა მინდა გითხრათ ბალაშავა. იმედია რომ ქალაქის საზოგადოება გაითავისებს ამ პრობლემას, რადგანაც თუ შემოაყოფილეთ ერთგან, ორგან, ცხვირი, სამგან, ოთხგან და ეს გაუვიდათ, შემდგომ გადავაჩერებენ და იტყვიან რომ ის პრივატიზაცია რაც უფასოდ მოხდა 90-იან წლებში და ბინები რომ მოგეცით უფასოდ, ეხლა უნდა ფასიანი გავხარდოთ და ფული გადაიხადეთ. ამას აპირებდნენ სხვადასხვა. ჩვენ რა ვიტეხავ მთელი ამბავი და რაღაც კანონპროექტები იყო შემუშავებული ერთოთახიან ბინაზე 1000 დოლარი, 5000, 100000. ახლა გამოსერა ბიუჯეტს ვავსებთ. ამას თუ ბიუჯეტი შევსება რომ 1 მილიარდი მიიღო კრედიტი პროცენტიანი ვალი. იმით შეავსო. 9 მილიარდი აი ობიექტების გაყიდვით, ჩვენი შვილების სიმდიდრის გასხვისებით მიიღო ბიუჯეტში და დანარჩენი აი ამ რიგითი უბრალო ადამიანების გაწეწვით, მოვაჭრეების დარღვევით, საბაჟოზე, უაქციზო სიგარეტების სარწმევით და გადასახადები, რომელიც ხელფასზეა დაწესებული თურმე. ახლა ევროსაბჭოს დაჟინებული დაწოლით მიიღეს კანონი პარტიის დაფინანსებაზე. ახლა სააკაშვილის ჭამას მაშინ და ბიუჯეტის გლეჯოში ვინადებობს, ეგრევე 2 მილიონი დაიწყო თავის პარტიაზე. ჩვენ თოში 15000 ლარი გვეკუთვნის. ახლა წარმოიდგინეთ ამ ხელა პარტია. გაიწყეთ მიღება. არა, ჯერ არ შემოუწყო. უფრო სპეციალურად აგვენებენ. 4600 სტრუქტურა გვაქვს საქართველოში. 4600 სტრუქტურა, მაგრამ და ცენტრალური ოფისი 15000 ლარი ახლა ხვდებით რა ინტერნეტ გადასახადზე და ტელეფონებზე და ბენზინზე არ ეყოფა ხო? ახლა ახალი ამბავი და უკვე მივხვდი კიდევ ერთხელ დატოვარ ვითარდება ჩვენ და ბიზნესში და შესაბამისად დატოვარ იქნება სამუშაო ადგილები. თურმე 1/3 უნდა გადაუხადოთ უკან სააკაშვილის ბიუჯეტში გადასახადის სახით. ანუ 15000 ლარიდან 5000 უნდა მივცე უკან სააკაშვილს. ой, მაგის იბეგრება. იბეგრება 12% იბეგრება თურმე. რა და ასეთ ფონზე შევსება ბიუჯეტი, აბა როცა გამხდეთ კი გამოცხადებული. ეგეთ ბიუჯეტის შევსები არ მინდა, ამას ეჯობია ჭრილოვანი ეკონომიკა, რომ ადამიანს კონდეს თავის სამუშაო, თავისთავად თვითონ შეინახოს და არ მოგადგეს ხელფასზე და პენსიაზე, როგორც სხვადასხვა იყო ვარდების რევოლუციამდე. ყველა მუშაობდა, ყველა შექონდა სამუშაო ადგილი, ზოგი გარე იყო, ზოგი შიგა იყო, რაღაცას აკეთებდა, ხალხი ზოგი კონტრაბანდას ეწეოდა, კონტრაბანდა თუ არა დაკავშირებული ნარკოტიკებთან, რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და იარაღთან. არის ობიექტური მოვლენა მაჩვენებს ამერიკაში და სოფლიოში და ეს ახალი ჩვენი ბებიები, დეიდები, დედები, მამები ჩანთებით გადადიან, გადმოდიან ზოგი ერბურზე, ზოგი თურქეთზე, ხდებიან სააკაშვილის დივიზიური სტორების მსხვერპლი, რომ ჯიბიდან ამოიღო ეს სამები ნაშოვნი ფული ბიუჯეტში ჩადონა, მე გვეტრამახოს ეს რომ აღარ ბიუჯეტი შეგივსე თუ რა შევისე, შენ ეს ფული მოიტანე, რა შენ წაიღე, შენ მოუჯახმა, შენმა ბეჟუაშვილმა, შენ ბედუქიძე ჭამს ქვეყანას, შენმა როღაიძემა, შენმა მურჯანაძემ და აი და შეიძლება ბიუჯეტი შევსე. სამშობლოები ვერ გახსენდა, უწუხებს გააკეთებ, ამაში უკვე ჯოლის არის. ესე ზაქლეს ხოსია, ამ ხელისუფლების სამუშაო ადგილები არ ჩააყენეს. ეს ტრაგედია ალბათ არის სამშობლოებს ამ ხელისუფლებას ამდენი მუშაობარი ხალხის ფონი მაქვს. დიდი მადლობა, ბატონო ჩვენთან წარმოდიდგენთ. ჩვენი სტუმარი გახსნათ ბატონო შალვა ნათელაშვილი. მეორე მოსვლით სვას მოგიტანთ თელკალბატონის სპორტს. დიდი მადლობა. არ თქვენ ვერ რომის სვას მოგიტანთ ფსიქიატრის. ალბათ მოდი. გადაგჭირებათ, მადლობა მე დაგითხრათ ბატონებო რომ გისმენთ, ჩვენი სტუმარი გახსნათ ბატონო შალვა ნათელაშვილი. ალბათ და კარგად გზანდებოდეთ ნახვამდის.
6 წლის მთავარი რუსული კინომოვლენა. სოფიოს მიერ აღიარებული პირველი რუსული